მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ყაველაშვილის კომენტარიდან გავაგზავნებ, ანუ ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არ ვართ, მაგრამ ხელისუფლებას ვირჩევთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოახდინოს, ადეკვატურად მომზადებული იყოს და როდესაც მოხდება მსგავსი შემთხვევა, ამავე დროს ადეკვატური ინფორმირება განახორციელოს ადამიანებს. ის კი არა, რომ 112 რომ მოგწერს, ეხა ხვალდაზე დიდი თოვლი იქნებაო, არამედ რა უნდა გავაკეთოთ, სად უნდა მიხვიდე, სად ვინ დაგეხმარება, რა არის ცხელი ხაზი. ეს ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატურად განსაზღვრული. ცნობისთვის მაყურებელს მაინც ვეტყვი, რომ ჩვენ გვყავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სადაც მუშაობს 4600 ადამიანი და რომლის ბიუჯეტი არის საშუალოდ 130 მილიონი ლარი. აქედან 100 მილიონი ლარი არის ამ ადამიანების ხელფასი. ამ სამსახურის პირდაპირ ვალდებულება არის, რომ მსგავსი სიტუაციების ერთისფრით პრევენცია მოახდინოს, ხოლო შემდგომ ამის ადეკვატური მართვა განახორციელოს. ჩვენ რა შევხედეთ? ახლა გადაწყვიტეს გუშინ 3 თოვლმავლის ყიდვა. აქამდე ანუ წარმოიდგინეთ ქვეყანაში სადაც მე-13 ტერიტორია არის მაღალმთიანი და უხთოვლიანი, ერთი თოვლმავალიც არ ყავდა ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც ევალება მსგავსი შემთხვევების პრევენცია და მასზე რეაგირება. გარდა ამისა, ასე ვთქვათ, ცალკე გურიის მუნიციპალიტეტებში გამოყოფილი არის მილიონობით ლარი იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების ადეკვატურად უპასუხოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. დაახლოებით 2,5 მილიონი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იგივე რაოდენობა არის ლანჩხუთში, 1 მილიონი არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. რას უყურებთ? აბსოლუტურად უმოქმედო არიან, აბსოლუტურად გაუგებარი არის რა ახორციელებენ და აქ თუ არა ადეკვატური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. გარდა ამისა, ოზურგეთის მერიამ გუშინ გადაწყვიტა სახელდახელოდ, რომ 300,000 ლარი დახარჯოს, რათა ტექნიკა იქირაოს, რომ სოფლებში თოვლი გაწმოს. ანუ გუშინ გამოაცხადა ეს ტენდერი. ჯერ არც არის მე მგონი ამას პასუხი გაცემული და აწირო ეს ტექნიკა ჩავა ოზურგეთში და ის გაწმინდავს გზებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად დაგვიანებული იქნება ეს რეაქცია. შესაბამისად, ყველაფერი ეს მეტყველებს, რომ რას აჩვენებს ეს სურათი? ეს აჩვენებს რა ტიპის კრიზის რეალურად თქვენ აქ კორუფციაზე იყო აქცენტი ლევანისგანაც და ცხადია ამ გადავალ ხა ძალიან მალე მასთან. აი თქვენ ამ თვალსაზრისით რის თქმას შეგიძლიათ? ეს არის აი კაფიო გამოვლინება და ეს არ არის პირველი გამოვლინება და სამწუხაროდ ალბათ არც ბოლოს ამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, რომ ეს ხელისუფლება არ არის ადეკვატური ამ ქვეყნის საზოგადოების და ამ სახელმწიფოს საჭიროებების მიმართ და იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც შეიძლება ჩვენთან ქვეყანას დაუდგეს. იქნება ეს მეწყერი, იქნება ეს ზვავი, იქნება ეს ფანტანის დამონტაჟება ცენტრში, თუ იქნება ეს რაღაც ჭარო ღია და არ დატოვონ ქალაქში, ვერაფერი ასეთ ადეკვატურად ვერ პასუხობენ. ამათი ერთადერთი საზრუნავი ყოველთვის არის რაღაცნაირად ძალაუფლება შეინარჩუნონ და რაღაცნაირად აი მსგავს კრიზისებში ეს დეჰუმანიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამათი. რაღაცნაირად გადააგორონ ეს კრიზისები. აი ბატონო ლევანა თქვა, რომ აი ეს 2 მეტრი თოვლი ხარ, როდის გადნება ალბათ მაგას უყურებენ. ამის როგორ შეიძლება არ ქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ აი მაგას ოღონდ რამდენად გადააგორონ, ეს არის სულ მაგათი საზრუნავი და ერთსაც დავამატებ, მე თვითონ ვარ ვანელი. იქ დავიბადე გავიზარდე, ჩემი მშობლები ცხოვრობენ იქ. ხა ვანის მერიამ გუშინ და გუშინ წინ რაღაც რამდენიმე ათეული ტექნიკა საკმაოდ ბევრი ვანის ცენტრში დაატრიალა, რაღაც ფოტოსესია გამართეს, ვიდეო ლაივები ჰქონდათ და არც ერთ სოფელში ფაქტობრივად, არა თუ მაღალმთიან სოფლებში, არამედ დაბალ სოფლებშიც კი არ ყოფილა ადეკვატური არც გზების გაკვალვა, არც მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ეხლა დედაჩემიც იქ არის, არც შუქია რამდენიმე დღეა, არც გზებია გაწმენდილი და საერთოდ მოწყვეტილია მუნიციპალიტეტი გარესამყაროს. ოღონდ ნუ ეს რაღაცა ფოტოსესია გაიმართა და რუსთავმა და ტვ-იმედმა ეს ყველაფერი გააშუქა. ნუ ეს არის რა, ეს არის რაღაცა ფარატინა ქმედებები ყოველთვის მათი დეკორაციული, რომელიც მიმართულია კრიზისიდან კრიზისის გადაგორებაზე და არა ის, რომ ადეკვატურად რაღაცას უპასუხოთ ოდესმე, რა, მზად გქონდეს სამაშველო ვეთმევი, თოვლმავალი და შეტყობინების ასე ვთქვათ მექანიზმები და ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ეს არის, რასაც ვხედავთ მუდმივად. ლევან, თქვენთანაც გადმოვალ, თქვენ ახსენეთ კორუფცია და იმ გამარტივებულ შესყიდვებზე მინდა გითხოთ კონკრეტულად აქ რა ტიპის რისკები ჩანს. აი ხა ვკითხულობ რადიო თავისუფლებაზე, რომ ონის მერია მუნიციპალიტეტში მოსული უხვინ ალექისგან ონის მერიაზეა საუბარი, შეიძენს ბულდოზერს, მუხლუხებიან ბულდოზერს და შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დიდი თოვლის გამო, მოსული დიდი ნალექის გამო ვერ ხერხდებაო ტექნიკის დაქირავება. აი რასთან გვაქვს საქმე ამ თვალსაზრისით? ეს აბსოლუტური უთავბოლობა არის. აბსოლუტური უთავბოლობა არის, როგორც ასე ვთქვათ, საჯარო მართლობის გამოვლინება. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი კორუფცია. ანუ ერთი ის, რომ ვერ ყიდულობენ და ვერ აგვარებენ და ამის ელემენტარულ მენეჯმენტს ვერ აკეთებენ, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ორგანოები არის, რომლებიც ხარჯავენ მაგალითად ფულს. როგორც აღნიშნეთ, მაგალითად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა იყიდა 3 ცალი თოლმავალი ისიც ოღონდ ქართული ოცნების შემომწირულისგან. გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა კიდე 6 მილიონიანი შესყიდვა, რათა გზები გაიწმინდოს შიდა ქართლში, ბორჯომში და აი ამ რიკოთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის უკვე მეორე შესყიდვა ბოლო ორ კვირაში, ჯამში 11 მილიონი ლარი აქვს დახარჯული ბოლოს ორ კვირაში სახელდახელოდ აი ამ გზების გაწმენდისთვის და 11 მილიონი ლარი და ეს შესყიდვა არის განხორციელებული შპს არალთან, რომელიც არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირულის კომპანია და ამ კომპანიის მეპატრონე 2018 წელს ბიძინა ივანიშვილის თავისი მიწის ნაკვეთი გადასცა აბას თუმაშის, როცა იმისთვის რომ ივანიშვილის სახლი აეშენებინა იქ და ამის მერე 350 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ანუ ნახეთ, ამ სიტუაციაშიც კი როდესაც ესეთი კრიზისია, ტრაგედიები, ადამიანები სამწუხაროდ დაიხოცა და ესეც საქმესთან გვაქვს საქმე, ქართული ოცნება მაინც ვერ ეშვება ამ კორუფციას, მაინც ვერ ეშვება რაღაც ფულის კეთებას და მაინც რაღაცნაირად ეს ფული და ეს საბიუჯეტო სახსები ისევ მათი დამფინანსებლების და მათი წევრების ჯიბეში ტრიალებს და ოღონდ ამას ის მაინც რომ მოსდევდეს რომ საქმეს აკეთებდნენ და ეფექტურად რეაგირებდნენ, კიდე შეიძლებოდა რომ ამაზე ყურადღება არ გაგვემახვილებინა, მაგრამ ერთის მხრივ არაადეკვატურად და არაეფექტურად რეაგირებდნენ, ხოლო მეორეს მხრივ მილიონობით ლარს სასწრაფოდ ხარჯავენ ისევ საკუთარი შემომწირულების და მხარდამჭერების სასარგებლოდ. ნუ აი ეს არის გამოუსწორებელი, ასე ვთქვათ, სცენი, რაც ამ ხელისუფლებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ჭირს, რომელიც არ გამოსწორდება იქამდე ჩემი ღრმა რწმენით, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და სანამ არ იქნება ისეთი ადამიანები, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან მოსახლეობასთან და არა ოლიგარქთან და რაღაცა ივანიშვილთან, რომელიც გაურკვეველი თანამდებობის პირია საერთოდ ამ ქვეყანაში.